გამარჯობა, მე ვარ გიორგი შუპაკიძე, ქუთაისის ავთანდილდეკანოიდის სახელობის ნომერ 32 საჯარო სკოლის მე-9 B კლასის მოსწავლე. დღეს გაგასწრებთ ჩვენი ჯგუფის მიერ შემუშავებულ პროექტს სახელწოდებით „შეამცირე, ხელახლა გამოიყენე და გადაამუშავე“. ეს ეხება 17 მდგრადი განვითარებიდან რამდენიმეს. ესენია: მე-6 სუფთა წყალი და სანიტარია, მე-14 ოკეანისა და ზღვის რესურსი და მე-15 დედამიწის ეკოსისტემები. პროექტზე მუშაობა დავიწყეთ გამოყენებული პლასმასის ბოთლების შეგროვებით, რომლებიც გამოვჭერით თევზის ფორმებზე, შევღებეთ და მოვხატეთ ფერადი ლაქებით. მოვიძიეთ ინფორმაცია გარემოზე პლასმასის მიერ მიყენებული ზიანის შესახებ და დავბეჭდეთ მოკლე ბუკლეტებად. შემდეგ ავიღეთ ნეპარტო მუნიციპალიტეტისგან და სკოლის დირექტორისგან, რომ ჩვენს მიერ შექმნილი ნამუშევრები დაგვეკიდებინა ავტობუსების სამკაჩერებაზე და ჩვენი სკოლის შესასვლელში. ამით კიდევ ერთხელ გვინდოდა დაგვაფიქრებინა ადამიანები მოსალოდნელ პრობლემაზე და ერთად გვეფიქრა გამოსავალზე. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა პროექტმა ასეთი ინტერესი გამოიწვია და იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ადამიანი მაინც დავაფიქრეთ არსებულ პრობლემაზე და გავააზრებინეთ საკუთარი პასუხისმგებლობა.